მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ლეონორაკიძე. დღეს ყველანაირი ინტროს და ყველაფერს გარეშე გვექნება დაიწყება ეს ვიდეო უბრალოდ. არც მოგიწევთ დღეში გვექნება ისევ ფუტბოლი. ეს ვიდეო მინდა მივწერა დიეგო ჟოტას, რომელიც გარდაიცვალა რამდენიმე დღეს და მინდა მიუსამძიმრო მთლიანად ფეხბურთის სამყაროს, ასე ვთქვათ. და დღეს ვიდეო იქნება მასზე. გუნდში ჩავსვით ის და მიზანი იქნება რომ დიეგო ჟოტა თვითონში ერთი თამაში სუპერსტარზე და მოვიგოთ აუცილებლად. დავიწყოთ და იმედი მაქვს ერთ მატჩში შევასრულებთ. დღევანდელი ვიდეო არ იქნება არც ახალის ვარს არაფერი. უბრალოდ მინდა რომ ჩემი მხრიდან ისტორია მიმორჩინა რომ პატივისცემით ჩავწერო ეს ვიდეო. ნუ შემოითამაში ესე გამოიყურება გუნდი. Mbappe, Messi, Diogo Jota, Pedri, Rodri, Bernardo Silva, Roberto Carlos, Rudiger, Pickford, Van Dijk, Trent. წავით ახლა დავიწყოთ. თამაში უნივერსიტეტზე და ინგლისის კლუბში თამაში ტრანზიტი გაკეთებული არ მაქვს. სუპერსტარზე. დავითამაშებით ფულემს. ნუ ყველანაირი ინტრო და რაღაცების გარეშე ინტროს მეტი. მოკლედ ყველანაირი რაღაცების გარეშე წავით ახლა უცბად და ვითამაშოთ რა. მიზანი არის რომ გაიტანოთ გოლი დიეგო ჟოტამ და მოვიგოთ ეს თამაში. თუ გაიტანს სხვა ფეხბურთელი აუто გოლი უნდა გავიტანო ჩემ კარში. აქ ეგრევე შეცდომა დაუშვეს. ჟოტა. დიეგო ჟოტა. დაკარგა გულს ამწუხარო ზედმეტი მოვიდა მაწყობა. Mbappe. ჟოტა. დიეგო. ჟოტას დარტყმა და ბრენდლენო მაიო. Rodri. Roberto Carlos. ჟოტა. და სამწუხარო და შემდეგ ფულების ფეხბურთელებმა ავტოგოლი გაიტანეს. 1-0 დავწინავთ, მაგრამ ეს არ იყო ჟოტას გოლი, ეს რომ არ იქნება ჩელენჯში. გოლი გამატანინეთ ბიჭო რა იქნება. Pedri. ჟოტას დარტყმა და მოხსნა მეკარე. ზედმეტად მახვილი უთხრიან დაარტყა დიეგო ჟოტამ. წინ დავარტყათ. დაარტყის ისიც. ჟოტა. და დიახ მეორე თამაშის მომიწევს. რადგან დამთავრდება უკვე თამაში. დამთავრდა და მეორე თამაშის გვიწევს. და მოდი უკვე ვითამაშოთ შემდეგი თამაში. ამჯერად ნიუკასლს ვეთამაშებით. მალე რა არ მაინტერესებს. დიეგო ჟოტა წაართვეს სამწუხაროდ. შემდეგ როდრი მიქვედ დაიბრუნა. იფუდო მე ვთვლი რომ აუცილებელია ვიმეორებ არასაჭირო რომ იფუდომა გამოუშვას ჟოტას სპეშალ ქარდი. მინიმუმ 99 რეიტინგიანი მაინც. დარტყმას ერთი ავაცინზე. ზეა და აქ თუ დივასი გააკეთა. შემდეგ ანტონიომ გაგვიტანა
იზაკმა თუ ისაკი თუ რაც ქვია რა ვიცი. დიოგო ჟოტა ართოვია მას დღეს вообще ვერ თამაშობ იმენა გაუშვა წინ რა ვიცი. ესე დამთავრდა პირველი ტაიმი 1-0 ვაგებს ნიუკასლთან. დავიწყოთ პირდაპირ მეორე ტაიმი. ჩემი აზრით ჯობია თუ შეტევაზე გადავთავთ. ბერნარდო სილვა არ გავიდა პასი ჩაჭრეს. აი აქ ჟოტას კარგი შანსი დიოგო ჟოტას დარტყმა და გაიტანა დიოგო ჟოტამ და 1-1 გავათანებიდან გარშე მთავარია 1 გოლის გავიტანა და აუცილებლად შემდეგი გოლი დიოგო ჟოტად იყოს. მთავარია 1 გოლი გავიტანა და ეს მატჩი მოვიკოთ. აქ კი დიოგო ჟოტამ შესანიშნავი გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან. მართლა ლეგენდა ფეხბურთელი იყო, ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო და მეც პირადად ძალიან მეწყინა ეს ამბავი რა. მართლა ვიძახი. ყველანაირი ხუმრობის და იმის გარეშე. არა. მაგრამ საბოლოოდ მაინც შედაგვრჩა რუდიგერის კარგი თამაშის შემდეგ მოარ დაკარგა მე რუდიგერმა. ოპა. ვანდაიკის იმედი გვაქვს. და პიკფორდმა გადაგვარჩინა აქ ძალიან. შენი გთხოვარა მეორე გოლიც გაიტანეს, იმიტომ რომ დღეს ვერ ვთამაშობ. დრო კიდე არის, მაგრამ არ მგონია 2 გოლის გატანა შევძლოთ. სუერუაც ვითამაშე ჩემი ბრალია რა თქმა უნდა. ჟოტა დიოგო ჟოტა და მეორე გოლიც მან გაიტანა შესანიშნავი გოლი ისევ საჯარიმოს გარედან და უკვე მეორეჯერ გაათანა ბრანგარში დიოგო ჟოტა. შესანიშნავი გასვლა იყო შორიდან. და ეხლა 1 გოლიც გვინდა და ეგაცცა და მთავარია არ გაუშვათ ის გოლი რა. ვირჯილი ჟოტა როდრი და ეგ არის ვიგებს 3-2 92 წუთზე როდრიმ გაათანა ბრა კი არა და გაგვიყვანა წინ. შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ და თუ არ ვწდები დიოგო ჟოტამ გააკეთა ეს ასისტი. გოლი აღარ გაუშვათ მთავარია. გეხვეწები რა. მესამე თამაში არ მოთამაშე დამთავრდა თამაში და შევასრულეთ ერთ ჩელენჯი. მეორე სულ ეს იყო. აბა თქვენც და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.